მეხსნა რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან რა არწმენით მოდის ადამიანი და არანაირად არ ეხება ეს ადამიანების წმენას. მაგრამ არგუმენტი თუ ის არის რომ ამის გამო ისინი მართლმადიდებლობას კარგავენ მე ამ ქვეყანაში ყოველ დღე ადამიანები იპარავენ, ცოლებს ნაჯახებით კლავენ, მათ შორის აქ მამრობითის ქეცის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჭამისგან ღიპები ადევს, ღვინოში იხჩება ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი, რა ვიცი, კლავთ, იპარავთ, ფარისევლობთ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი და ამის გამო არ კარგავენ მართლმადიდებლობას და ნიკას ამობეჭდილი ეს ერთი ფურცელი როგორ შეიძლება მართლმადიდებლობას აკარგვინებდეს ადამიანს. მე უბრალოდ არ მესმის ესეთი არც წმენა და არც მართლმადიდებლობა. ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. რაც შეეხება ეს ქართული პოლიტიკის რაღაც მარაზმის კარგი გამოხატულება რომ მემარცხენე ალიანსი ექია პოლიტიკურ პარტიას და მემარცხენე პარტია აი უბრალოდ ვორცი პასუხი რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს უჭერს ხარს და პლუს რელიგიურ ორგანიზაციას ებრძვის ხო ეს ხო გაუგებარია რაც არ უნდა შეეტანა რაღაცა მე ხარ გამიწყვეტინებია არ გამიწყვეტინებია არ გამიწყვეტინებია თქვენ თავის დროზე ხაბიტაცია რო არ გამოეცადებინათ თქვენთვის ამობენ სასაცილოა ეს ყველაფერი. სასაცილოა უნდა შეეტანა. გამასრულებინეთ ახლა გამასრულებინეთ. ეკნება დებატებისთვის დრო მოდი ბატონო კრისტალი რომელიც უნდა გასამართლებულიყო. გასამართლებულიყო. დღეს აი ამ ხელისუფლების სამწუხარო დამსახურებაა თქვენ რომ გამასრულეთ. ზურა ჯაფარიძე გავაგზავნეთ თუ შეურო ჯარისტებად ის მინდა რომ გავაკეთო ხო და სადაც უნდა შეეტანა რა იუსტიცია შეეტანა შანსი არ აქვს ამ кейსს ვერ მოიგებენ ვერცეთ სასამართლო შეუძლებელია. პასუხი მაინტერესებს ნუკრი ქანთარიას პირველი რეაქცია იყო ჯარზე ჩვენ ვისაუბრებთ ზურა ნუკრი ქანთარიას პირველი რეაქცია იყო ეთყობა მოწიეს ბევრიო მარიხუანას შემდეგ უკვე აი ამ ბიბლიური თავისუფლების თემა პირდაპირ დაუკავშირეს ისევ მარიხუანას რას უპასუხებდით აი თქვენ მაგას ხო მარტივი ახსნა გირჩი არ იბრძვის ორდინარული მეთოდებით გირჩი არ არის ჩამყაკებული ქართული პოლიტიკური სპექტრის რაღაც ერთი რიგითი ჭანჭიკი ჩვენ ვიბრძვით სხვანაირად მათ შორის ამას განაპირობებს ის რომ ჩვენ არ გვაქვს იმხელა რესურსები, ამხელა რესურსები რაღაც პარტიებს აქვს. ანუ ჩვენც ვართ კრეატიულები და ვიღაც ვართ ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ბრძოლის რეჟიმში. ანუ ასიმეტრიულად უტყავთ კონკრეტულ თემებზე, რომელიც ჩვენც არის მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის ბრძოლა თავისუფლების ოღონდ ვიყენებთ არაორდინარულ მეთოდებს. ნებისმიერი ასეთი მეთოდის შემდეგ, როდესაც მიდიხარ და ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარს თხოვთ, ისინი იმენა დაბნეულები არიან, სხვა არაფერი არ იციან და რაღაც ჩაციკლული არის მარიხუანა. აფერშუაში არის მარიხუანა. თავდაცვასაც შეეხება და პატრიოტ. კარგი მაგალითი იყო სპეციალურად ვკითხე. ახლა ერთადერთი პოლიტიკოსი სტუდიაში იცის თუ არა რამდენი ყავს ჯარი იცის თუ არა თავდაც ბიუჯეტი წარმოდგენა არ აქვს ბატონ ნუგრისაც შეგიძლია კითხოთ ვერ გიპასუხებთ აზზე არ არიან უბრალოდ ლაპარაკობენ და მიხსით ყავენ პეჩო ვისო მაგარი პატრიოტები არიან თავდაცვაზე ეგენი ფიქრობთ და ჩვენ არ ვფიქრობთ ვიდებატოთ თავდაცვაზე გინებავთ ეხლავე ბატონ ნუგრისთან გინებავთ აქვე სტუდიაში და რომელი დამელაპარაკება თავდაცვაზე ლაპარაკებას ნახოთ ვიდებატოთ თავდაცვაზე ამ ბატონთანაც და იმ ბატონთანაც ვიდებატოთ არა მომცეთ საშუალება მე ნუკრი ქანთარიასთან უნდა გადავიდეთ. ბატონო პატა, ნუკრი ქანთარიასთან გადავდივართ. ბატონო ნუკრი, აი ეს არის პასუხი გირჩის ლიდერის. მესმის კი ბატონო, ეხლა ბატონი ზურა ძალიან გაცხარებული საუბრობდა, კი თავიდანვე ვთქვი რომ დასვენებას ურჩიერო, ცოტა მართლაც შეიძლება რომ ცოტა დაისვენონ. ეხლა არ მგონია ბატონო ზურა, რომ აი ეს რაც